დღეში ჩააგდეთ ჩვენიანი ხარ და გაქეთ. კაი, მოკლედ შენი პროფაილი რომ ნახეთ, ძალიან გავოცდით, იმიტომ რომ არ შენი გათხოვების ამბავი ვიცოდით, არც არაფერი, მაგრამ აღმოჩნდა რომ იყავი გათხოვილი, მაგრამ პროფაილი იყო გადაღებული შენ სახში დიშვილებთან, დედასთან, მამასთან. აღარ ხარ გათხოვილი, სტას? არა, ჯერს ერთი ვერ გავიგე ეგ ერთი მეორეს რატო გამორე. აბა როგორ, ეხა მე რო ხარ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, როდესაც ანუ რა პრობლემაა რომ მშობლები გაიცნოს მაყურებელმა. თუ მერით, რომელი ხარ? ვითომ არ გამიგია შეკითხვა ესე რომ მოვიქცე? ახლიდან დაგისვა. ეხა მოიცადე, შენ მომისმინე ეკა. მეგობრობა, ნახე როგორი თემა. სტასი Я свободен, что? ანა свободна. სტასი ხო ნახე რა დღეში ჩავაგდეთ და შენ გეკითხებით პირველ ცოტა უხერხულ შეკითხვას და ეხლა გაუწე ანგარიში შენ მეგობარს, შენ დადექი მის მდგომარეობაში და შენც გვიპასუხე, მიდი. მე ფაქტურად გიპასუხეთ და გამგები გაიგებ და ვაიმე, არ ვართ ესეთი IQ-თი დაჯილდოებულები, რომ ესე გავიგოთ და მიდი პირდაპირ. კაი, ნუ პროფაილში ეწერა რომ არა. А ну-ка давай-ка. ვაიმე, მომეშვა ხალხო გულზე პირდაპირ გადავირი. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ არანაირმა სხვა გადაცემამ და არანაირმა სხვა გამოცემამ და გაზეთმა არ დამირეკოს ამ თემაზე. ტყილა და კარგი. ვერ მივხვდი არა რაზე თქვი, მაგრამ ალბათ გამგებმა გაიგო. ეს არის დღის შოუს ექსკლუზივი და თუ შეიძლება ჩემ კეთრის ნუღარ შეაწუხებთ რა. მარტო აქ უნდა დარჩეს. კაი, გადავიდე ბლიც კითხვა, ცოტა ამოისუნთქე, ოფლები გაიწვიდეთ და დაიწყე. შო, ეხლა ბლიც შეკითხვები. მუსიკა თუ ცეკვა? არ არსებობს არც ერთი მეორის გარეშე, ისევე როგორც გული და გონება. არა, მუსიკა ვიგულისხმე, ეხლა არ გინდა ეს დემაგოგია, მე ვერ მაჯობებ მაინც დემაგოგიაში. შემდეგი კითხვა მგონია რომ ეგეთი მუსიკა ვიგულისხმეთ ამ შემთხვევაში ის რაც მაყურებელმაც ნახა. შენი პროფესიული შესრულება. ან ცეკვა? არა, მუსიკა რა ყოფილიყო ჩემთვის პროფესიონალური, ასე ვთქვათ. როგორ გითხრათ, ანუ ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის და ჩემს ოჯახში, სადაც დედაც პიანისტი არის და მთელი ცხოვრება ანუ უყურებდი მოსწავლეებს და კონსერვატორიას და ასე შემდეგ ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი თითქოს ესეც უნდა ყოფილიყო. კარგი, გული თუ გონება? არ იყო საინტერესო პასუხი და გადავედი შემდეგზე. Узрунвели. Вместе они не бывают. Тогда арарсем. Арасодес. Гули. Позвольте. Мара, Стас, ერთი კითხვა მაქვს. მის ცხოვრებაში დომინანტი რა არის? გონება თუ გული? Лукают, интересно. У меня? Не, у нее. А, у нее? Не знаю. Откуда я знаю? Давайте, арвичи, гулия ту гонеба. Თქვენ როგორ გვიპასუხე? Მოითხოვს საზოგადოება რომ Не, в разных ситуациях по-разному. У меня бывало и разум, бывало и сердце. ზოგჯერ გული, ზოგჯერ გონება. Сердце нет, тут разум. Ну, როცა გული არ არის, გონება გეუბნება რომ არა კარგად იყო. შენ ხარ კირჩხები და კირჩხები არის ემოციური ნიშანი. Что, разница разума и сердца, я знаю. ხო, მაგრამ ეს არის ქალწული, ხო? არა, ტყუპები და სულ არის ეს გაორებული ყოფნა ჭოჭმანის. ანუ ხან გულია ცემა ხან დაუმთავრებლად კი. ანუ რო ვიცი რა არის, არ არსებობს ახლა რომ მთლიანად მარტო გულს მიენდო ყველა სიტუაციაში და ყველა ადამიანთან და გამორიცხო გონება და ასევე პირიქით. გაჩუმდა. გავაგზელეთ. Просто не влюбилась, чтобы понять, что сердце или разум. Стуле корректно. შეიყვარო. ამართ კამერები დასტოვეთ მარტო ახალგაზრდები. Кай, Кэтрин. Поженили, да? Да, да, корцинет. Прокуратуру или в ЗАГС отсюда? Хорошо, что я паспорт не взяла. მინდა თუ არა რა ხასტანის ლაბონდარეკო აინტერესებს შენზე ყველაფერი მე რა გავაკეთო? Sure. გააგზელე მაია. უზრუნველი მშვიდი ცხოვრება თუ სარისკო თავგადასავლები? თავგადასავლები რა თქმა უნდა. ვაუ. სამი ნივთი რომელსაც წაიღებდი მარსზე. მოსკოვში ჯერ. Шо, Марсზე. Сперва в Москву. Не. თვითონ სტასი გაგიზდა ჩემ ხურობაზე. რა ვარ? ერთი წამი ყველა რაღაცა საბავშვო ბაღი მაგერა. როგორ იცევით რა? Марсზე რა, რომელ სამ ნივთს წაიღებდი? Сначала Марс. Москва. შემდეგი არა ხალი ვარ ალბათ რამე ჰიგიენურ საშუალებას წავიღებდი თავის მოვლის საშუალებას რაშიოსკას წაიღებდიო კარგი
თავს ვერ ვაკონტროლებ. რამეს მუსიკას მოусმენდი, არ გაინტერესებს პასუხი. მე რა ვიცი, არ ჩამომათულებინეთ. კარგით, გაჩვმდით ახლა. Через время бы надоело. მოусმენდი მუსიკას და რა შოკოლადს მეორეს. დავიღებდი მეორე შოკოლადს. თავს ვერ ვაკონტროლებ, როცა გულია დომინანტი. ვაიმე, ნანიკო, გაგიშვებ ახლა ეთერიდან. მესროლე. Когда я не თავს ვერ ვაკონტროლებ, როცა უსამართლობას ვხედავ, არ აქვს მნიშვნელობა მე მეხება თუ სხვას. აი ხო ვთქვი, დათაა თუთაშხიათ. თავს დაუცველად ვგრძნობ, მაშინ როცა მესმის რომ აი ვიღაცას რაღაც მძიმე სენი აქვს, თქვა დაავადება, ბავშვებს როცა ეხება მით უმეტეს. არასდროს მომეწონება მამაკაცი, რომელიც და გახედა რომელსაც არა გავხედე, მაინება მარჯვნივ. არა, რაც უნდა მეთქვა იმის მიხედვით, უბრალოდ შევხედე ფეხზე, რომელსაც საცვია, წვეტიანი ფეხსაცმელი. У которого ногти накрашены. შეღებილი აქვს. ჭრილები. რომელიც არ არის ჩემზე ჭკვიანი და ძლიერი. და რომელთან ერთადაც ანუ მალე მბეზრდება, ანუ სულ უნდა იყოს საინტერესო მასთან. ძალიან რთული მოთხოვნები აქვს. მეტყობა მართლართული მოთხოვნები მქონდა. გავაგზავნეთ. ჩემს თამომავლობას ვეტყოდი, რომ არასოდეს დაუჯერონ იმას, რასაც ეხა ვიტყვი მე. რა სიტყვი? აბა თქვი. არაფერი, უბრალოდ ესე გავაგრძელე. არა, მაინც თქვი ისეთი რამე, რაც არ უნდა დაგიჯეროთ. თამომავლობას რა უნდა უთხრა? შენი შვილები და შვილიშვილები, რომ მოისვა მესე, რას ეტყვი, რომ არასოდეს არ დაუჯერონ ბებიებს და დაუჯერონ საკუთარ თავს. ხედავ შენ. გამოძურა. წამყვანის როლში რომ იყოს ამ წუთას, რას კითხავდა ეკამირეჯიბი, ეკამირეჯიბს. რას კითხავდა ეკამირეჯიბი, ეკამირეჯიბი. აგე რომ ეჯდე ხო თუ ესე რომ მიშვებოდა როგორც იცი ხოლმე. У него, по-моему, много вопросов. Давай, стартни, постепенно давай. კითხვები აქვს. Первый вопрос. რა ვიცი, ამ ეტაპზე მართლა ბევრი კითხვა მაქვს გაჩენილი, ისეთი უპასუხოთ შენ დაჩენილი. თავთან? ვიცი, ხო, ნახოთ. ეტაპობრივად გავცემ კითხვებზე პასუხს ჩემ თავს. დღეში ჩვენიანი ხარ და გაქე. კაი, მოკლედ შენი პროფაილი რომ ნახეთ, ძალიან გავოცდით, იმიტომ რომ არ შენი გათხოვების ამბავი ვიცოდით, არც არაფერი, მაგრამ აღმოჩნდა რომ იყავი გათხოვილი, მაგრამ პროფაილი იყო გადაღებული შენ სახში დიშვილებთან, დედასთან, მამასთან. აღარ ხარ გათხოვილი, სტას? არა, ჯერ ერთი ვერ გავიგე ეგ ერთი მეორეს რატო გამორე. აბა როგორ ეხა მე რო ხარ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, როდესაც ანუ რა პრობლემაა რომ მშობლები გაიცნოს მაყურებელმა. თუ მერით რომელი ხარ? ვითომ არ გამიგია შეკითხვა ესე რომ მოვიქცე? ახლიდან დაგისვე. ეხა მოიცადე, შენ მომისმინე ეკა მეგობრობა, ნახე როგორი თემა. სტასი Я свободен, я что? თავისუფალი. ანა свободна. სტასი ხო ნახე რა დღეში ჩავაგდეთ და შენ გეკითხებით პირველ ცოტა უხერხულ შეკითხვას და ეხლა გაუწე ანგარიში შენ მეგობარს, შენ დადექი მის მდგომარეობაში და შენც გვიპასუხე, მიდი. მე ფაქტობრივად გიპასუხეთ და გამგები გაიგებ და ვაიმე. სო, მარსზე. Беру в Москву. Не. თვითონ სტასი გაგიჟდა ჩემ ხურობაზე, რა ვარ? ერთი წამი ყველა რაღაცა საბავშვო ბაღი მაგერა. როგორ იცევით რა? მარსზე რა, რომელ სამნივთ წაიღე. Сначала Марс. Москва. შემდეგი არა ხალი ვარ ალბათ რამე ჰიგიენურ საშუალებას წავიღებდი თავის მოვლის საშუალებას რაშიოსკას წაიღებდიო კარგი თავს ვერ ვაკონტროლებ მუსიკას მოусმენდი არ გაინტერესებს პასუხი მე რა ვიცი არ ჩამომათულებინეთ კარგით გაჩვმდით ახლა Через время бы надоело. მოусმენდი მუსიკას და რა შოკოლადს მეორეს ნათესავიღებდი მეორე შოკოლადს. თავს ვერ ვაკონტროლებ, როცა გულია დომინანტი. ვაიმე, ნანიკო, გაგიშვებ ახლა ეთერიდან. არ ვართ ესეთი IQ-თი დაჯილდოებულები, რომ ესე გავიგოთ და მიდი პირდაპირ. კაი, ნუ პროფაილში ეწერა რომ
არა. А ну-ка давай-ка. ვაიმე მომეშვა ხალხო გულზე პირდაპირ გადავირი. და აქვე ვიტყვი რომ არანაირმა სხვა გადაცემამ და არანაირმა სხვა გამოცემამ და გაზეთმა არ დამირეკოს ამ თემაზე. ტყილა და კარგი. ვერ მივხვდი არაზე თქვი, მაგრამ ალბათ გამგებმა გაიგო. ეს არის დღის შოუს ექსკლუზივი და თუ შეიძლება ჩემ კედრის ნუღარ შეაწუხებთ რა. მარტო აქ უნდა დარჩეს. კაი, გადავედე ბლიც კითხვა, ცოტა ამოისუნთქე, ოფლები გაიწვიდეთ და დაიწყე. შო, ეხლა ბლიც შეკითხვები. მუსიკა თუ ცეკვა? არ არსებობს არც ერთი მეორის გარეშე, ისევე როგორც გული და გონება. არა, მუსიკა ვიგულისხმე, ეხლა არ გინდეს დემაგოგია, მე ვერ მაჯობებ მაინც დემაგოგიაში. შემდეგი კითხვა მგონია რომ ეგეთი. მუსიკა ვიგულისხმეთ ამ შემთხვევაში ის რაც მაყურებელმაც ნახა. შენი პროფესიული შესრულება. ან ცეკვა? არა, მუსიკა რო ყოფილიყო ჩემთვის პროფესიონალური, ასე ვთქვათ. როგორ გითხრათ, ანუ ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის და ჩემს ოჯახში, სადაც დედაც პიანისტი არის და მთელი ცხოვრება ანუ უყურებდი მოსწავლეებს და კონსერვატორიას და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, თითქოს ესეც უნდა ყოფილიყო. კარგი, გული თუ გონება? არ იყო საინტერესო პასუხი და გადავედი შემდეგზე. Узрунвели. Вместе они не бывают. Тогда арарсеб. Гули да гоნება. Арасоდეს. Гули. Позвольте. Мара, Стас, ერთი კითხვა მაქვს. ცხოვრებაში დომინანტი რა არის? გონება თუ გული? Лукает, интересно. У меня? Не, у нее. А, у нее не знаю. Откуда я знаю? არ ვიცი, გულია თუ გონება. თქვენ როგორ გვიპასუხე? Მოითხოვს საზოგადოება რომ Не, в разных ситуациях по-разному. У меня бывало и разум, бывало и сердце. ზოგჯერ гули, зогჯერ გონება. Сердца нет, тут разум. როცა გული არ არის, გონება გეუბნება რომ არა კარგად იყო. სხვაობა, შენ ხარ კირჩხიბი და კირჩხიბი არის ემოციური В чем разница разума и сердца, я знаю. ხო, მაგრამ ეს არის ქალწული, ხო? არა, ტყუპები და სულ არის ეს გაორებული ყოფნა ჭოჭმანის. ანუ ხან გულია წება, ხან დაუმთავრებლად კი. ანუ რო იცი რა არის, არ არსებობს ეხლა რომ მთლიანად მარტო გულს მიენდო ყველა სიტუაციაში და ყველა ადამიანთან და გამორიცხო გონება და ასევე პირიქით. გაჩუნდა. გავაგზელეთ. Просто не влюбилась, чтобы понять, что сердце или разум. სტულერად გონება. შეიყვარო. ამარტო კამერები დასტოვეთ მარტო ახალგაზრდები. Кай, Нас что, поженили, да? Да, дагукорцинет. Прокуратуру или в ЗАГС отсюда? Хорошо, что я паспорт не взяла. მინდა თუ არა რა ხასტანისლავ ბონდარეკო აინტერესებს შენზე ყველაფერი მე რა გავაკეთო? Short. გააგზელე მაია. უზრუნველი მშვიდი ცხოვრება თუ სარისკო თავგადასავლები? თავგადასავლები რა თქმა უნდა. ვაუ. სამი ნივთი რომელსაც წაიღებდი მარსზე. მოსკოვში.